სტამბოლში ცეცხლის შეერთებული შტატების საკონსულოს გაუხსნეს. მანამდე დანაღმული მანქანა პოლიციის განყოფილებასთან აფეთქდა. საკონსულოზე თავდასხმაში სავარაუდო ეჭვმიტანილი ქალი და მამაკაცი უკვე დაკავებულები არიან. ქალი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა, მამაკაცი კი დევნისას დაჭრეს. საკონსულოზე მომხდარი თავდასხმისას არავინ დაშავებულა, თუმცა მანქანის აფეთქებისას რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა და 10-მდე მოქალაქე დაზარალდა. ია შათირიშვილი მოგვიყვება სტამბოლში მომხდარ თავდასხმებზე. კვირა თურქეთში ერთდროულად 2 ტერაქტით დაიწყო. სტამბოლში შეერთებული შტატების საკონსულოზე თავდასხმაში 2 ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაციის კადრებია. ინციდენტი დილით მოხდა. შეიარაღებულმა ქალბატონებმა დიპლომატიურ წარმომადგენლობას ცეცხლი გაუხსნეს. დაცვის მხრიდან საპასუხო სროლის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ. სროლისას ფანჯრიდან გამოვიხედე და 2 ხელჩანთიანი ქალი დავინახე. ერთი იარაღს მალავდა და გარბოდა. მეორემ კი დაახლოებით 5-ჯერ ჩემს თვალწინტყოფ სამართალდამცველებს დამიზნებით ესროლა. თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ ერთი თავდასხმელი თავის ქმედებას სურუმჩიძე იერიშის შურისძიებით ამართლებდა. მომხდარის ოფიციალური მოტივი პოლიციას ჯერ არ დაუსახელებია. საკონსულოზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე სტამბოლშივე თავს პოლიციას დაესხნენ. ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი პოლიციის განყოფილებასთან ააფეთქეს. 4 სამართალდამცველი დაიღუპა, 10-მდე მოქალაქე დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერაქტის ორგანიზატორები დაკავებისას მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას აუღია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ტერაქტების უკან ისლამისტები ან ქურთი ექსტრემისტები დგანან. ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ ორივე ინციდენტი თურქეთში ქურთების ვნებათა ღალვის მატების ფონზე მოხდა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთ მუშათა პარტიის მომხრეებმა, რომლებსაც დასავლეთში ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ, თავიანთი რაიონის გამოყოფა მოინდომეს და ბულდოზერებით სანგრების გათხრა დაიწყეს. მათი დაშლა პოლიციამ სცადა, პასუხად კი მოლოტოვის კოქტეილები მიიღეს. არეულობა იქ მთელი ღამე გაგრძელდა. ჩვენ ომი არ გვინდა, ქურთ მუშათა პარტია იარაღს დადებს, თუ კი რეგიონში მშვიდობა იქნება. სიტუაცია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ივლისის მიწურულს გამძაფრდა, როცა სირიის საზღვართან ახლოს ახალგაზრდა ქურთთა შეკრებისას აფეთქება მოხდა და 32 ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა მაშინ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს დააკისრეს, მაგრამ ქურთები თურქეთის ხელისუფლებას ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლასა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უუნარობაში ადანაშაულებენ. ახლა კი რეკლამის შემდეგ სხვა სიახლეებით დაგიბრუნდებით. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საიღე ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. გახსენით ოქროს თამასუქი ლარში და მიიღეთ რეალური 15%-იანი სარგებელი. რიკო კრედიტი. სამიჯი 4G ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით ბილაინისგან. შეიძინე 4G სმარტფონები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველთვე 1 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. დედა, ჩვენ შევიტყვეთ ბოროტი მიკრობების შესახებ, მაგრამ ეს სუპერდედა დავხატე მათ შესაშინებლად. და შენ ხარ ჩემი სუპერდედა. ახლა კი მოდი გავთავისუფლდეთ ამ საშინელი მიკრობებისგან. დედა შენი მართალია. Safeguard რეკომენდირებულია ოჰაიო შტატის ფარმაცევტთა ასოციაციის ჯანდაცვის ამერიკელი ექსპერტების მიერ. Safeguard სუპერდედების დამცავი ფარი. ახალი ანტიბაქტერიული ხელის საპონი, გასართობი და მარტივად გამოსაყენებელი, მათ შორის ბავშვებისათვის. საქართველოს კულტურის პალატა 14, 15 და 16 აგვისტოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში წარმოგიდგენთ სუხიშვილების საიუბილეო დასკვნით კონცერტებს. გენერალური სპონსორი ფორუმი ახალი ნათებისგან, ოქროს სპონსორი დეველოპერული კომპანია M კვადრატი, ღონისძიების მასპინძელი სასტუმრო ლეო გრანდი, საინფორმაციო მხარდამჭერი ტელეკომპანია იმედი და რადიო იმედი. დასაწყისი 21 საათზე. თუ ვინმე სასესხაფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად, ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე.
პეპსის საზაფხულო გათამაშება დაიწყო 200 პრიზი დღეში. შეიძინე პეპსის ნებისმიერი პროდუქტი. გამოაგზავნე ყვითელი თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდი და მოიგე პირსახოცები, ყურსასმენები, უსადენო დამტენები, სელფის ჯოხები, Subway-სა და KFC-ის ვაუჩერები 2 პერსონაზე. პეპსის გამოწვევა დაიწყო. შეიგრძენი წამი. სიგრილისათვის, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გამოყვებათ, Head & Shoulders იზრუნებს თქვენზე. ეხმარება გაგრილებაში მთელი დღის განმავლობაში და აცილებს ქერტლს. Head & Shoulders-ი იცხოვრე 100%-ით. ყურადღება. Vivo's G გთავაზობთ ყველაზე დაბალ პროცენტს ყოველ განმეორების სასხზე. პირველი სასხი კი კლავაც უპროცენტოა. მოითხოვე ახლავე და მიიღეთ ანხა სულ რაღაც 15 წუთში. Vivo's G. ფული თანამედროვე ხალხისთვის. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ეს არის ქრონიკა რვაზე, ვუბრუნდებით ისევ ფეხბურთის თემას, ხვალ სუპერთასის თამაში გოლის რამდენიმე წუთის წინ კი ბარსელონას მესვეურების პრესკონფერენცია დასრულდა. ლევან ჩხაიძე გვერდება პირდაპირ ეთერში ამჯერადაც და პრესკონფერენციის დეტალებს გაგვაცნობს. ლევან, რაო ბარსელონას მესვეურებმა? ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს ანდრეს ინიესტამ, გუნდის კაპიტანმა და მცველმა დანი ალვეშმა. მათი განცხადებით, ხვალინდელი მატჩი კლუბისთვის არის მნიშვნელოვანი და მას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან ეს არის ბარსელონასთვის სეზონის პირველი თამაში და დიდი მნიშვნელობა ექნება თუ როგორ განწყობაზე დაიწყებს გუნდი ახალ სეზონს. ანდრეს ინიესტას თქმით, საკმაოდ ღირსეული მოწინააღმდეგე ყავს კატალონიურ კლუბს და ხვალინდელ მატჩში მნიშვნელოვანი იქნება მაქსიმალური კონცენტრაცია იმისთვის, რომ ბარსელონამ მოიპოვოს 2015-2016 წლების სეზონში პირველი ტიტული. რაც შეეხება დანი ალვეშს, მან თქვა, რომ ბარსელონა ითამაშებს იმ ფეხბურთს, რომლითაც მსოფლიოში ყველა ფეხბურთის მოყვარულს ანიჭებს ეს კლუბის სიამოვნებას და მათი თავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, იქნება გამარჯვების მოპოვება. ბარსელონას ვარჯიში დინამო არენაზე დაიწყება ზუსტად 21 საათზე. კლუბისა და UEFA-ს წარმომადგენლების მოთხოვნით ვარჯიში იქნება მხოლოდ 15 წუთი ღია ჟურნალისტებისთვის, შემდეგ კი წვრთნა იქნება დახურული და ის დაახლოებით 1 საათს გაგრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვარჯიშზე დასწრების საშუალება არ ექნებათ გულშემატკივრებს. ახალი სეზონი კარგად უნდა დავიწყოთ. ჩემთვის როგორც კაპიტანისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ვეცდები გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ. მინდა რომ კლუბმა კიდევ ერთი ტიტული მოიპოვოს. ღირსეული მოწინააღმდეგე გვყავს და ვეცდები საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ჩვენ მზად ვართ თამაშისთვის. გვინდა რომ სეზონი გამარჯვებით დავიწყოთ. შევეცდებით იმ თამაშის ჩვენებას, რომელიც გულშემატკივარ სიამოვნებას მოუტანს. ამ ვარჯიშის გარდა ბარსელონა თბილისში კიდევ ერთ წვრთნას ჩაატარებს. ხვალ დილით ლუის ენრიკე ფეხბურთელებს დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ავარჯიშებს და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ეს წვრთნა დახურული იქნება ჟურნალისტებისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც. რაც შეეხება თამაშის დაწყებას, შეხვედრა დაიწყება დინამო არენაზე ზუსტად 22 საათსა და 45 წუთზე და ორგანიზატორების თხოვნით კომაგები მაქსიმალურად დროულად უნდა მივიდნენ სტადიონზე. როგორც UEFA-ს სუპერთასის ორგანიზატორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, თამაშამდე 3 საათით ადრე უკვე გულშემატკივარს შეიძლება რომ შევიდეს დინამო არენაზე და იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალ ქართველი და არა მარტო ქართველი ფეხბურთის მოყვარულები, რომლებიც იქნებიან სტადიონზე მოსულები, განსაკუთრებულ სანახაობას იხილავენ მსოფლიო ვარსკვლავების შესრულებით. ლევან, ვიდრე დაგემშვიდობები, როგორ ფიქრობ, ვინ მოიგებს? ასავარაუდოდ ბარსელონა. ნახოთ, ეს ლევან ჩხაიძე იყო, ზვიად სიჭინავა სუპერთასის მატჩის შემდეგ აღმასკომის ხდომის მოწვევასა და პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნას აპირებს საქართველოს